სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შენაი კითხვა ძალიან ჩახლართულია, იმ გაგებით, რომ ჯონ მაკარტურსაც გაუჭირდა კარგად დაზუსტება, მეც რო თარგმნიდი ძალიან სპეციფიურად ქონდა ორი კითხვა არის შეერთებული, რომელიც ერთმანეთს უკავშირდება, ეს ეხება გაყრას და განქორწინებას და დაქორწინებას. ესე რომ მოდით მოусვინოთ პიროვნებას ჩარლს Peoplesy ალბათ ესე შეიძლება მისი გვარი გადაითარგმნოს. თუ ღმერთს სულს განქორწინება, რატომ უშვებს სულიწმინდა პავლეს მეშვეობით გამონაკლის. მე ესე გავუკეთე ფორმულირება. საღამოშვიდობისა ჯონ, მე ჩარლს Peoplesy მქვია, გრეის სათემო ეკლესიაში სეროლი წლის წინ ოქტომბერში დავიწყე. რადგან თქვენი ქადაგებები უძილო ღამებს მატარებინებდა. 2 წლის შემდეგაც კი დღესაც უძილო ღამები მაქვს და მე ეს მიყვარს. ჩემი კითხვა ესეთი არის. ორი კითხვა მაქვს, ორი სწრაფი კითხვა. პირველი ეხება 1 კორინთელთა წერილს მე-7 თავის მე-15 ბუხს, სადაც წერია, მაგრამ თუ ურწმუნო მიდის, წავიდეს. ძმა ან და ასეთ შემთხვევაში მონობაში არ არის, არამედ ღმერთმა მშვიდობისაკენ მოგვიწოდა. ჩემი კითხვა ამასთან დაკავშირებით არის იქ, სადაც წერია, როგორ უნდა იცოდეს ადამიანმა, რომ ეს ადამიანი ურწმუნოა. რომ თუ შენ ქვეყნიერების შექმნამდე ხარ არჩეული და ღმერთი აპირებს ამ ცხვრის ხელახლა შექმნას, იქნება შინაგანი, მე ვიტყოდი ეფექტური მოწოდება, მაგრამ ეს შეიძლება ნებისმიერ დროს მოხდეს, შეიძლება მოხდეს 50-60 წლის ასაკშიც. და ჩემი მეორე კითხვა არის მათეს მე-5 თავის 32 ბუხლიდან, სადაც ნათქვამია. მე კი გეუბნები თქვენ, რომ ყველა, ვინც თავის სულს გაუშვებს, გარდა სიძვის მიზეზისა, ბრუშობის ჩადენას აიძულებს მას და ვინც განქორწინებულ ქალს შეირთავს, ბრუშობს. კითხვა ამ უკანასკნელ ნაწილსაც უკავშირდება, რადგან თუ წმინდა წერილი ასე განსაზღვროს, მაშინ ცოდნი თუ უცოდინარობით თუ ადამიანის სხვა მიზეზით განქორწინებულზე დაქორწინდება, წმინდა წერილის თანახმად ღვთის თვალში ეს ადამიანი ბრუშობის ცოდვის მარადილ ტყვეობაშია. აი ესეც დაიმახსოვრეთ, ბოლო კითხვაში ეს იქნება ნაწილი ამ პიროვნების ბოლო კითხვის ნაწილი. თითქოს ახლა 3 კითხვასავით არის, ხო? მაგრამ მოусმინოთ მოდით ახლა აქ. შეიძლება თუ არა ამ ქორწინების კურთხევა, ესე იგი, როცა ადამიანი განქორწინებულზე, რომელიც სიძვის მიზეზით არ არის, ამიტომ პავლე ამბობს, ხო, რომ შეიძლება სიძვის მიზეზითაც არ განქორწინდეს, რომ ურწმუნოს გაუშვასო, მაშინ როგორ იქნებაო. აი ახლა მოусმინოთ აბა. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა, ჯონი ესე იწყებს ჯონ მაკარტური, ასე რომ მოდით მარტივად შევაჯამოთ. პირველ რიგში, ღმერთს ზულს განქორწინება. მოვილაპარაკოთ ამას, კარგით? ის ამბობს ღმერთს ზულს განქორწინება, მე მძულს განქორწინება. ღმერთმა შექმნა ქორწინება, ერთი კაცი, ერთი ქალი მთელი ცხოვრება. ეს არის ქორწინება, მაგრამ ღმერთს ესმის, რომ ჩვენ ცოდვადაცემულ სამყაროში ვართ და ამიტომ არსებობს გარკვეული დათმობები ამ სამყაროს დაცემის მიმართ. ერთი დათმობა, რომელსაც მათეს სახარებიდან თქვენ ახსენებთ, სახარების სხვა მონაკვეთებშიც არის მოცემული, არის ის თუ გყავთ ორგული, ანუ ღალატობს. ორგული მეუღლე, სადაც ეს გამართლებულია. იდეალურ შემთხვევაში ეს ორგული მეუღლე მოინანიებს და ბრუნდება. შეიძლება ეს მოხდეს და თქვენ ამას უნდა პატივისცეთ. და ქრისტეს მსგავსად თქვენ აპატიეთ ამ მეუღლეს და შეინარჩუნეთ ამ კავშირს. მაგრამ იმ ვარაუდით, რომ ყავთ ორგული მეუღლე, რომელიც ამ ორგულობას აკრძელებს, ანუ ბრუშობაში ცხოვრობს, ცოდვაში ცხოვრობს, ხო? აქ არსებობს განქორწინების საფუძველი. ღმერთმა ისრაელიც კი განაშორა თავისგან. ანუ განქორწინა მასთან. რომ მე მივეცი ისრაელს განქორწინების წერილი, მრავალი მრუშობის გამო, თქვა ღმერთმა ეს, გახსოვთ ეს ძველ აღთქმაში, ხო? ამგვარად ღმერთს ესმის, რომ ქორწინება არის კავშირი, რომელიც სრული დარღვევად შეიძლება იმდენად იყოს შესაძლებელი, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მის შენარჩუნება ზიანის გარეშე. ასე რომ სადაც არის მოუნანებელი მრუშობა, არსებობს განქორწინების თავისუფლება. და ამავე დროს თუ არსებობს განქორწინების თავისუფლება, ვარაუდი ის არის, რომ შეგიძლიათ ხელახლა დაქორწინდეთ. ამაზე უკვე უნდა შევთანხმდეთ, ხო? ესე იგი, განქორწინება და შეუძლია ესეთ ადამიანს რომ დაქორწინდეს. ასევე გარდაცვალებაზეც ესეც ცნობილია, ხო? როცა მეორე მხარე გარდაცვლილია. ახლა ორგული მეუღლე, რომელსაც მუდმივი ორგულობა აქვს, შეიძლება აჩვენოს, რომ ის საერთოდ არ არის მორწმუნე, რადგან მორწმუნეები ასე არ იქცევიან. ასე არ არის? გულისხმობ, თუ გადახედავთ 1 კორინთელთა თავის მე-6 თავს სამეფოში, ცალთა სამეფოში ვერ შევლენ მრუშები, ჰომოსექსუალისტები და ასე შემდეგ. ასე რომ თუ ეს ფიქსირებული, გადაწყვეტილი არჩევანი, მაშინაც კი როდესაც ამ ადამიანს უკან თქვენ დაიბრუნებთ, პატიებას შესთავაზებთ,
ღმერთი ამას არ გაიძულებთ. ასეთი ურთიერთობით იცხოვროთ არ არის სწორი. ეს არის მადლი და ეს არის წყალობა, რომელიც ღმერთმა გამოაჩინა, როდესაც ისრაელს გაშორდა. ახლა რაც შეეხება პირველ კორინთელ მე-7, მე-15 მუხლს. თქვენ ყავთ ურწმუნო, რომელიც მიდის, რომელიც აპირებს წასვლას, არ უნდა დარჩენა ურწმუნოს. ეს არის ურწმუნო. ეს არის ერთადერთი გზა, რომლითაც შეგიძლიათ გაიგოთ, მოიქცა თუ არა ადამიანი. თქვენ არ საუბრობთ ღმერთის რჩეულზე, რადგან ეს არ იცით. ღმერთმა აირჩია თუ არა. ეს არის ურწმუნო ადამიანი. გადარჩება თუ არა ისინი მომავალში? ვინ იცის? მაგრამ თუ ურწმუნო მიდის, გაუშვი ეს ურწმუნო. თქვენ აღარ ხართ მონობაში. და ენა, ლინგვისტიკა, აქ ტერმინოლოგია, ხო, იგივეა, ლექსიკონი გამოყენება, რაც განქორწინება. ამიტომ განქორწინების ორი ბიბლიური საფუძველი არსებობს. ერთი, მოუნანიებელი მრუშობა და მეორე, როცა ურწმუნოა ადამიანი და წასვლა უნდა. გაუშვი ეს ურწმუნო, მაგრამ თუ ურწმუნოს დარჩენა უნდა, გახსოვთ დარჩესო. მაგრამ თუ ეს ურწმუნოს წასვლა უნდა, თქვენ არ ხართ მონობაში. ასეთ შემთხვევებში ღმერთმა მშვიდობისაკენ მოგვიწოდა. არის შემთხვევები, რომლებიც ვიცი, როდესაც მოგვიანებით მეუღლე, რომელმაც მიატოვა რწმენა მიიღო და განქორწინება აღდგა, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს, ან შეიძლება არა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღმერთმა ქორწინება სიცოცხლისათვის შექმნა და ღმერთს სულს განქორწინება, მას ესმის, რომ არსებობს გაუკვირვებელი აუტანელი სიტუაციები ცოდვალ-დაცემულ სამყაროში. და როდესაც თქვენ ამოწურავთ ყველა შესაძლო ძალისხმევას, რათა ვინმე მრუშობის ტიპის ურთიერთობიდან გამოიყვანოთ, თუნდაც პატიების შეთავაზებთ. როდესაც ყავთ ურწმუნო, რომელსაც სურს ამ ქორწინებიდან გასვლა, თქვენ უკვე აღარ ახართ მისი მონობის ქვეშ. და მე ვფიქრობ, რომ ორივე შემთხვევაში თქვენ თავისუფალი ხართ ხელახლა დაქორწინდეთ უფალში. კარგით? იმედია ეს მოიცავს თქვენ კითხვასო. მაგრამ არა, კითხვის დამსვლელს კიდევ უფრო აინტერესებს დეტალურად. მეორე კითხვა იყო პატარა, რასაც მე გეკითხებოდი, თუ უკვე დაქორწინებული ხართ, თუ ადამიანი დაქორწინებული უკვე, იცის თუ არა იცის, რა იყო მეორე ადამიანის განქორწინების მიზეზი, მაგრამ ეხლა თქვენ მრუშობთ წმინდა წერილის მიხედვით, ხედავთ, უკვე თქვენ დაქორწინებული ხართ და ჯონი, თქვენ ამბობთ, რომ ის ადამიანი, რომელიც განქორწინა ბიბლიური საფუძვლის გარეშე, ან ბიბლიური საფუძვლით, თავისუფალია დაქორწინდეს ამ ადამიანზე? არა, ეუნება ეს, ჯონ მაკარტურმაც ვერ გაიგო, იმიტომ არა, მე ვამბობ, რომ თუ ადამიანი დაქორწინდება განქორწინებულზე, რომელიც გაშორდა მის პირველ ქმარს, არა გარყვნილების გამო, არამედ ურწმუნოების გამო, და ახლა თქვენ კავშირში ხართ მასთან. ამ ადამიანის დაქორწინება ასევე მრუშობაა? ეხლა გაიგო. აი ეხლა მესმის ამბობს ჯონ მაკარტური, დიახ, ანუ თქვენ ყავთ განქორწინებული ადამიანი, ოღონდ უბიწო ადამიანი. ეს სამუდამოდ ხდის ამ ადამიანს დაუქორწინება მთელი ცხოვრების განმავლობაში? არა. ამ კითხვაზე პასუხი იქნება ძირითადად თუ მომავალში ეს ადამიანი ირწმუნებს იესო ქრისტეს, გახდება ახალი ქმნილება, თქვენ თითქოს ყველაფერი უკვე გადახაზეთ და ეს გადატვირთვა არის. ასე რომ არ ვფიქრობ, რომ თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც წარსულში განქორწინებული იყო ასეთი სიტუაციის გამო, ეს ადამიანი მოვიდა ქრისტესთან, გაიზარდა ქრისტეში, აყვავდა ქრისტეში, რომ ამ ადამიანს თქვენ წითელი შუქი უნდა დაადოთ თავზე და არ გაეკაროთ. ფიქრობ, გამოსყიდვა ყველაფერს გადატვირთვას. ქრისტეს მიღება უკვე ყველაფერს ანულირებს. კარგით, გმადლობთ. მადლობა მოსვენისათვის.